მოგესალმებით. საკმაოდ ხანგრძლივი, საინტერესო და რასაკვირველია შედეგიანი შეხვედრა ტექნიკური უნივერსიტეტიდან. პირველ რიგში აჩხობა ჩემს კომენტარებს, ბოლო კომენტარი ამ თემასთან დაკავშირებით გავაკეთე გუშინ და მანამდე ვაკეთებდი იდენტური შინაარსის კომენტარებს. მე მკაფიოდ განვაცხადე რამდენჯერმე, რომ რა თქმა უნდა, ყოველგვარი კომპრომისების გარეშე განხორციელდება რეფორმა, დამტკიცებული კონცეფციის შესაბამისად. და რაც შეეხება უნივერსიტეტების გაერთიანების საკითხს, ამასთან დაკავშირებით არ მithქვამს არც ერთხელ, რომ იქნებოდით კომპრომისები, ასე ვთქვათ, ხისტად პრინციპულები და ეს შემდეგ არც ერთხელ არ გამიგეთები ასეთი კომენტარი. ჩვენ ველოდებოდით პირიქით, გუშინაც ვიცოდით, რომ გვექნებოდა დღეს კონსულტაციები ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან, შესაბამისად, რა თქმა უნდა, გაერთიანებასთან დაკავშირებით არც ერთხელ არ გავიგეთებია რაიმე ხისტი და მკაცრი კომენტარი. ხისტი და მკაცრი კომენტარი ეხლა შემიძლია გავაკეთო კონცეფციის განხორციელებასთან დაკავშირებით. რა კონცეფციას დამტკიცდა თავისი ყველა ელემენტით, ის აუცილებლად განხორციელდება ყოველგვარი კომპრომისების გარეშე. ერთი მარტივი მიზეზის გამო ეს ჭირდება ქართულ ახალგაზრდას, ქართულ სტუდენტს, რომ მან მიიღოს მომავალში მაღალი ხარისხის განათლება ჩვენს უნივერსიტეტებში. ეს არის პრინციპული ამოცანა, რომ ვითარება რადიკალურად უნდა შეიცვალოს. დღეს თუ მაგალითად ყველაზე რეიტინგული უნივერსიტეტის რეიტინგი საერთაშორისო დონეზე არის რაღაცა 100-დან პირობითად 15 ქულა. ეს რადიკალურად უნდა შეიცვალოს, ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა და მეორე ნაწილი. კი, რაც შეეხება ტექნიკური უნივერსიტეტის შემთხვევაში ჰუმანიტარული მიმართულების ლექტორებს, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ 2 წლის განმავლობაში დარჩება 2 წელიწადნახევრის განმავლობაში დარჩება მილივად რეჟიმში შესაბამისი დისციპლინები ტექნიკურ უნივერსიტეტში და ამის შემდეგ მაქსიმალურად ვიზრუნებთ. კიდევ ერთხელ ვიტყვი, ჩვენ გვაქვს დეფიციტი. სიჭარბე კი არა გვაქვს სერიოზული დეფიციტი კადრების თვალსაზრისით საუნივერსიტეტო სისტემაში. შესაბამისად, როგორც კი დადგება ამის დრო და საჭიროება, მაქსიმალურად ვიზრუნებთ, რა თქმა უნდა, თითოეულ პროფესორ მასწავლებელზე, რომელიც დღეს არის ტექნიკურ უნივერსიტეტში დასაქმებული ჰუმანიტარული მიმართულებით. გამარჯობა, მარიამ იმერლიშვილი, ედუარდსჯი, მე მაქვს ასეთი შეკითხვა ბატონო ირაკლი, სამხატვრო აკადემიისა და სახელმწიფო კონსერვატორიისგან რომ ხელოვნების სკოლას ქმნით. ადასტურებთ ამ ინფორმაციას? არა, ყველა უნივერსიტეტი, 3 უნივერსიტეტია თბილისში. კულტურის ხელოვნების შემოქმედების მიმართულებით, ეს არის თეატრალური, უკლეთ რომ ვთქვათ, ეს არის კონსერვატორია და ეს არის სამხატვრო აკადემია, სამივე რჩება ისე როგორც არის. ეთილი კიდევ ერთი შეკითხვა, როგორც ცნობილია რეფორმის ფარგლებში, უცხოელი სტუდენტების მიღება კერძო უნივერსიტეტების გარდა გამონაკლისის სახითაც იქნება შესაძლებელი უმაღლესებში. შეიძლება თუ არა, რომ ამ გამონაკლისში ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი მოიაზრებოდეს? საერთაშორისო სტანდარტია ზოგადად, რომ 5%-ს ინტერნაციონალიზაციის მიზნით უნივერსიტეტებში უნდა შეადგენდნენ უცხოელები. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს 5%-იანი სტანდარტი დავიცვათ მინიმალურ დონეზე. რაც არის საერთაშორისო სტანდარტი, ამას დავიცავთ მინიმალურ დონეზე. ეს შეეხება უკლებრივ ყველა უნივერსიტეტს თანაბრად. მოგესალმებით, გელა ბოჩიკაშვილი, რადიო თავისუფლება. დავიწყებ არა ასე ვთქვათ მიმდინარე თემით. ჩვენ მიერ მოპოვებული ინფორმაციით ევროკომისიის მიერ შემუშავებული შეთავაზება, რომელიც ითვალისწინებს მე-20 პაკეტში, სანქციების მე-20 პაკეტში საქართველოს ნაწილში სანქციების ხსენებასაც. სიაში, რომელიც ევროკავშირის სანქციებს გაგრძელება მოთხოვნილი, არის ყულევის სპორტის ნახსენებით. სწორედ იმის გამო ამოვიკითხა, რომ უზუსტობა არ იყოს ფრაგმენტი, რომელიც ჩვენთვის არის ცნობილი. იგი გამოიყენება ნედლი ნავთობის, ნავთობპროდუქტებისა და საზღვაო ტრანსპორტირებისთვის, რომლებიც წარმოებულია რუსეთში და სწორედ ამ კონტექსტში განიხილება ეს საკითხი. თუ კი ეს ასე მოხდება, სანქციების ნაწილში განხილული იქნება ყულევის სპორტიც, რა რეაქცია შეიძლება ქონდეს საქართველოს მთავრობას, დაემორჩილება თუ არა სანქციების ნაწილს ამ ნაწილში, ან რა პასუხი შეიძლება რომ ქონდეთ თქვენ? ჩვენ მზადვართ დეტალური ინფორმაცია წარუდგინოთ ევროკომისიას, კონკრეტულად ამ თემასთან დაკავშირებით, მზადვართ, რა თქმა უნდა, მსჯელობისთვის ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ იქ რაიმე ესეთი ხდება, რაც ეწინააღმდეგება სასანქციო პოლიტიკას. კიდევ ერთ კითხვას დაგისვამთ და შემდეგ კითხვა მექნება ბატონ გევისთან. ფასების ნაწილი არის კი ბატონო, ფასების ნაწილზე მინდა კითხოთ ასეთი რაღაც. თქვენ თუ გაქვთ ინფორმაცია, ამბობთ რომ ფასები არის საქართველოში ძვირი. რა წარმოქმნის საქართველოში ფასს? რატომ არის საქართველოში ძვირი ფასი? ხომ არ ახდენს ამაზე გავლენას თუნდაც ის გადასახადები, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ან სხვადასხვა რგოლებია აწესებს, როგორც არის მაგალითად
ჯარიმები, რომელზეც უწუნებენ, რომ გაიზარდა ჯარიმები. არის ასევე პარკინგის გადასახადი, არის ასევე რამდენიმე თვეში უნდა გაიზარდოს კომუნალური გადასახადები. აი რა წილი თქვენ თუ დათვალეთ, როგორ წარმოიქმნება ფასი საქართველოში და როგორ წარმოიქმნება ევროკავშირის ქვეყნებში, რომელსაც თქვენ შეადარეთ. რომელ ქვეყანას შეადარეთ და იქ ხომ არ არის პირობითად უფრო მაღალი კონკურენცია, ხომ არ არის ის, რომ უფრო მაღალი შემოსავალი აქვს საზოგადოებას, უფრო მაღალია ბრუნვა. ანუ როდის აღმოაჩინეთ თქვენ, რომ ფასები არის მაღალი? თუ შედიხართ სუპერმარკეტში და ბოლოს როდის ნახეთ რა პროდუქტზე თქვით, რომ აი ეს პროდუქტი იყო გაძურებული. იცით ზეთი რა ღირს, შაქარი რა ღირს, კვერცხი რა ღირს, აი ამაზე რომ გითხრათ. ჩემ ვიდეოში დეტალურად წარვადგინე ფასები, როგორც ევროპის, ისე საქართველოსი და ვნახეთ, რომ ფასებს შორის არის არსებითი სხვაობა. ანუ რაც ღირს ევროპაში უფრო იაფი, ის ღირს საქართველოში მაგალითად 50%. ყველას ეხება ეს, ანუ ძირითადი სასურსათო კალათიდან ყველა პროდუქტს ეხება, ეს ეხება ბრინცად, ზეთსაც, კარაქსაც, რძის პროდუქტებს ყველას. უკლები ყველა შემთხვევაში ევროპაში არის უფრო დაბალი ფასები და აქ არ ვფიქრობთ, რომ ლოგიკურია ის მოცემულობა, რომელიც არის ჩამოყალიბებული. რაც შეეხება ფასწარმოქმნას, ჩვენ თქვით რა ქმნის მაღალ ფასებს. ფასდამატი დისტრიბუციის დონეზე არის 46% და შემდეგ უკვე ქსელური მარკეტების დონეზე არის 29%, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებლებია და ჯამურად ეს გამოდის 86%, ანუ დისტრიბუცია პლუს ქსელური მაღაზიები. 86%-ია ფასდამატი. რაც შეეხება გადასახადებს, მე მოვისმინე ერთ-ერთი ეგრეთ წოდებული ექსპერტი თუ სექტორის წარმომადგენელი გამოდიოდა და აცხადებდა, რომ ორი მიზეზი ჰქონდა ფასების ზრდას, ერთი თქვა გადასახადები, ანუ სახელმწიფო გადასახადები და მეორე თქვა პარკინგი. პარკინგი ვიანგარიშეთ და მთლიანობაში ქვეყნის მასშტაბით დისტრიბუტორებს წარმოებლებს გამოწერილი აქვთ 600,000 ლარის პარკინგის ჩარიმა. საქართველოს მოსახლეობაზე per capita ერთ მოსახლეს რო ვიანგარიშო, ეს ყველაფერი გააძვირებდა 15 თეთრი წელიწადში ფასებს თითოეული მოქალაქისთვის. წელიწადში 15 თეთრით. მეტად 15 თეთრით აძვირებდნენ ფასებს, ხო? წელიწადში 15 თეთრია საუბარი. ხამის შემდეგ სერიოზულად როგორ შეიძლება მოусმინო ასეთ ადამიანს, რომელიც აცხადებს, რომ 600,000 ლარის წლიური ჯარიმები განაპირობებს ფასების ზრდას. ერთ ადამიანზე არის 15 თეთრი წელიწადში. ნუ არასერიოზულია, ხო? ეს პირველი არგუმენტი უკვე ჩანს, რომ არქივში არ არის ფასების ზრდასთან. რაც შეეხება გადასახადებს, გადასახადები ჩვენ 90%-იც მაღალია საქართველოში, ბევრად უფრო ვიდრე ევროკავშირის ქვეყნებში. კარაქი აღწერებს. იგი ყველაფერზე გეტყვით, ყველაფერზე გეტყვით, ხომ? რაც შეეხება გადასახადებს მთლიანობაში, ჩვენი საგადასახადო სისტემა რო ავიღოთ, გვაქვს ყველაზე დაბალი გადასახადები ევროკავშირის ქვეყნებთან შედარებით. 24%-ია ეკონომიკასთან მიმართებით მთლიანი საგადასახადო წილი. 24% მთლიანად, ხო? მაშინ როდესაც ევროკავშირის ქვეყნებში როგორც წესი, ეს მაჩვენებელი მერყეობს 30%-დან ზოგან ადის 40%-ზე მაღალია, ხო? მაგალითად სკანდინავიის ქვეყნებში, ხო? ანუ საგადასახადო ტვირთი საქართველოში ბევრად უფრო ნაკლებია. გარდა ამისა, მაგალითად, რო ავიღოთ ქსელური მაღაზიები, იჯარის ფასი, შესყიდვის ფასი, ხელფასები და ამ შემდეგ ყველა კომპონენტში აქვთ უფრო დაბალი დანახარჯები. ერთადერთი რჩება საბანკო კრედიტის პროცენტი, სადაც არის უფრო მაღალი მაჩვენებელი, მაგრამ ეს არის მხოლოდ საბანკო კრედიტი. ყველა დანარჩენი პარამეტრით ნაკლები ტვირთი აქვს დისტრიბუციასაც და ქსელურ მარკეტებსაც, მათ შორის გადასახადების ნაწილში. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის გაურკვეველია, საიდან შეიძლება მოდიოდეს ამხელა ფასდამატები. მე უხეშად ვიტყოდი, რომ სადღაც 25%-იანი შემცირების რესურსი მაინც უნდა არსებობდეს. იმ საერთო ანალიზიდან გამომდინარე, ეს არ არის ზოგადი, ასე ვთქვათ, ინტუიტიური შეგრძნება, იმ ანალიზიდან გამომდინარე, ფაქტობრივი მონაცემების შედარების გათვალისწინებით, მე ვფიქრობ, რომ დაახლოებით 25%-იანი კლების რესურსიც კი არსებობს, აი დღეს გვექნება ამ თემებთან დაკავშირებით უფრო დეტალური მსჯელობა რუსთავის ეთერში. პუბლიკა ხიце ხატია, დიუშაინ დაავადებული ბავშვების მშობლები უკვე დიდი ხანია თქვენთან შეხვედრას მოითხოვენ. აქ არიან დღესაც აპირებთ თუ არა შეხვდეთ? და როდის აპირებთ? ნუ ჯანდაცვის მინისტრი ბატონი მიხეილ სარჯვალაძე აქტიურად არის ჩართული ამ საკითხის განხილვაში. მე პირველ რიგში მასთან მინდა დავინტერესდე დეტალებით, უკვე ქონდა ერთი მსჯელობა ამ თემასთან დაკავშირებით და მასთან კიდევ ერთხელ მექნება შეხვედრა, მსჯელობა და ნახოთ როგორ გაგრძელდება ეს პროცესი. საკითხი თავისთავად ძალიან
გრძნობიარეა, ძალიან მტკივნეულია. თავარია რომ არსებობდეს ობიექტური გზა, გადაწყვეტის ობიექტური გზა, ამაზე მინდა მქონდეს კიდევ ერთი მსჯელობა ჯანდაცვის მინისტრთან და მე მოგახსენებთ როგორ გაგრძელდება პროცესი. მშობლებს, იმიტომ რომ ისინი არ მცხადებენ დობას მინისტრ ჯანდაცვის და მოითხოვენ რომ თქვენ შეგხვდეთ უშუალოდ. მოდით მე მექნება მინისტრთან მსჯელობა და შემდეგ გეტყვით ჩემს პოზიციას.